მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მე გადავწყვიტე, რატომღაც ეგეთ ხასიათზე გავიღვიძე, რომ ჩავწერო ვიდეო იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამიჯდა ჩემი ტრეკის მოტოციკლის მომზადება. არ ვიტყოდი, რომ ძალიან ბევრი მეკითხება, მაგრამ ცოტა ხალხიც არ მეკითხება ამასთან დაკავშირებით, თუ რა ჯდება, ზოგადად კითხვა ხოლმე, რა ჯდება ტრეკზე სიარული. მაგაზე მე ცალკე ვიდეოს გადავიღებ, რა ჯდება ტრეკზე სიარული. დღეს გადავიღებ თუ რა ჯდება მოტოს მომზადება იმისთვის, რომ კონკურენტ უნარიანი იყოს მოსაგებად. თორე ჩვეულებრივი მოტოციკლეტითაც, მომზადებელი მოტოციკლეტითაც არ არის შეუძლებელი საპრიზო ადგილზე გასვლა. დავიწყოთ ახლა ჩემი მოტოციკლის დეტალები. ჯერ რა მოტოციკლეტი? ეს არის 2024 წლის Kawasaki ZX6-ერი, რომელიც ტრანსპორტერში ვიყიდე. დავიწყებ იქიდან, რომ ყიდვის დღესვე დავიწყე გასახმარისება, ანუ ჩვენ ენაზე აპკატკის სიარული. მეორე დღესვე წავედი გონიოში, იმ დღეს ხო არა, მე მეორე დღეს გონიოში წავედი და მესამე დღეს რო დავბრუნდი, უკვე 1000 კილომეტრი ქონდა გავლილი მოტოციკლეტს. მე რაც იმას ნიშნავდა, რომ უკვე შემეძლო ზეთი შემეცვალა, ჩამესხა პუტოლაინის 550 სარბოლო ზეთი, რომელიც მოტოგარაჟს აქვს და უკვე მაქსიმალური მომეთხოვა ამ მოტოციკლეტისგან. დავიწყებ იქიდან, ფასებს ვიტყვი ჩამოტანა გამბაჟებიანად და ბოლოს დავითვალოთ. ვიყიდე Fiberglass-ის body kit-ი სარბოლო, რომელსაც არც ფარი აქვს, არც სარკე, სარბოლო რომელიც არის, ეს არის Fiberglass-ის. იმ წლის მოტორო იყო, ვერსად ვერაფერი ვერ ვიშოვე და ამერიკული საიტია Hot Bodies Racing-ი და იმ საიტზე წავაწყდი და ვიყიდე, რომელიც დაჯდა $1300. ხო, უფრო კარგი იქნებოდა, კარგი რა, ბიუჯეტური იქნებოდა, ჩინური მეყიდა body kit-ი, მაგრამ არც დამენანებოდა რამე რომ მოსვლოდა. მაგრამ იმ დროისთვის არც ჩინეთში და არც არსად არ იყო ამ მოტოციკლის ნაწილები. მეორე, ეს არის, მე ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი შეცდომა და უშვი აი ამ ნაწილის ყიდვით. ამ ნაწილში ამ ფასის გადახდით, იმიტომ რომ 600-იანს რაც პრაქტიკა მაჩვენა, რეალურად არ ჭირდება. მით უმეტეს 8 წრეზე ესეთი სამოხრუჭე სისტემა არ ჭირდება. ეს არის აკოსატო, რაშიც შედის არმირებული მილები, სწრაფმოხსნადი არმირებული მილები, სუპორტი, მასტერ ცილინდრი და ხუნდების რამოდენიმე კომპლექტი, რომელიც დაჯდა $3200. ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა. ამხელა ფული არ უნდა მიმეცა ტორმუზებში, რეალურად როგორც თქვი არ ჭირდება. მაგრამ კაი, ჩვენ ხო არ გვაქვს იმის პრაქტიკა, ანუ ისთვის უნდა მეკითხა. ჯერ ყველა დამწყებები ვართ. კი ვკითხულობ ფორუმებზე, მაგრამ იქაც იმდენი დებილი წერს, რომ აღარ ვიცი ვის დაუჯერო ვის არა და ამიტომ ყველაფერს პრაქტიკიდან გამომდინარე ვსწავლობ. მესამე, ეს არის მთლიანი გამშვების სისტემა, რომელიც არის ჩინური და ასე თუ ისე ბიუჯეტური, $700 დაჯდა. კოლექტორი შევცვალე იმის გამო, რომ წინა მოდელთან შედარებით ძალიან წვრილია კატალიზატორის გადაბმაში. ჩემი და აი საშინელება მაგის გარეშე ვერაფერს ვერ მივიღებდი. მეოთხე და მე მგონი ყველაზე ერთ-ერთი იაფი ნაწილია ამ მოტოციკლეტზე. ეს არის დემპერი, რომელიც არის ასევე ჩინური, რომელიც დაჯდა $80 და მუშაობს იდეალურად. აი ჩინურია ძმა არ დაგაყენებინა, არა, მუშაობს წელიწადნახევარი მუშაობს იდეალურად. მეხუთე. დაკიდების სისტემა. დაკიდების სისტემას რაც შეეხება, ეს არის B2Boss ფირმის კარტრიჯები, რომელიც კარტრიჯი ამოდის ქარხნული და სვამ ამ B2Boss კარტრიჯებს
რომელსაც ძალიან ცოტა ზეთი უნდა და იდეაში გაზზე მუშაობს, აქვს უფრო მეტი რეგულირების საშუალება ვიდრე ქარხნულს. სხვათა შორის ეს კარტრიჯები არ არის მაინც და მაინც სარბოლო, ქალაქის ვარიანტად ითვლება, მაგრამ ამ ქარხნულთან შედარებით ბევრად უკეთ მუშაობს. ეს დამიჯდა $1000. მეექვსე. ხო, უკანა ამორტიზატორის პრუჟინა. უკანა ამორტიზატორის პრუჟინა შევცვალე, კეიტეჩის დავაყენე, $100 დამიჯდა ეს პრუჟინა, რომელიც უფრო ხისტია და უფრო მეტ წონაზე მუშაობს. მეშვიდე. ასევე უკანა ამორტიზატორის სპეისერი, რომელიც პატარა ის არის. ჩეთერობას აქვს ადგილი, მაგრამ აუცილებელია როცა კავასაკი ყავს ტრეკზე. ზურამ გაჩარხა ქართულ ჯიგრულ პონტში, ზურა გურაშვილმა, ეგ კომპლექტი რომ ეყიდა, რამოდენიმე მილიმეტრების სპეისერებია, $150 ღირს. ხო და ზურას გავაჩარხინე და ეგ მიყენია. კიდე მიყენია მოკლე გაზი, ანუ სწრაფი რეაქცია რო ქონდეს გაზზე. ეს არის აკოსატოს ფირმის, რომელიც $150 დაჯდა და რომელიც იყო მეორადი. მეცხრე. კომპიუტერის ფლეში, რომელიც დაჯდა $140, $140 იმიტომ დაჯდა, რომ ზურას ქონდა ბლოკი, ყიდვა აღარ მომიწია, რომელიც $850 ღირს, თუ არ ვცდები, მხოლოდ ლიცენზია და კაბელი ვიყიდე და ეგ იყო და ეგ. მერე ჩავწერეთ ნასტროება. მეათე, რეარსეტი, ანუ რეგულირებადი პეგები, რომელიც დამიჯდა არის ჩინური, ასევე ჩინური, რომელიც დაჯდა $150. მე-11. კლიპონები რამოდენიმე ვიყიდე, მაინც რეზერვში რო ყოფილიყო, იმიტომ რომ ეს ისეთი ნაწილია, აქციების შემთხვევაში ყველა ვარიანტში გჭირდება შეცვლა. ეს კლიპონები დამიჯდა $300, 3 კომპლექტი. 2 ჩინური, 1 ბრენდია Woodcraft. გრიფსები შევცვალე, რომელიც $50 დამიჯდა და კიდე საყიდელი მაქვს, უნდა მეყიდა რამოდენიმე. მე-13 არის სწრაფმოხსნადი ბენზინის ავზის თავსახური, რომელიც არის ასევე ჩინური და რომელიც მუშაობს იდეალურად, ასევე ეს დამიჯდა $50, სხვათა შორის ტაობაოზე მიყიდა მეგობარმა. მე-14. სხვადასხვა ზომის უკანა ვარსკვლავი, ანუ კბილანა, რამოდენიმე სხვადასხვა ტრეკის მიხედვით, რომელიც დამიჯდა $250, 3 ცალი კბილანა. მე-15. საბურავის გამაცხელებელი, რომელიც ვიყიდე ინგლისში და ბრენდი, რა თქმა უნდა, მაგრამ მალევე დაიწვა. ეს დაჯდა $200. მე-16. ეგრეთ წოდებული Velocity's Tex, რასაც ვეძახით, ანუ Airbox-ის რეზინკები, რაც არის, დაბალი რეზინკები და ცოტა სხვანაირი ფორმა აქვს. იძახიან, რომ ძალიან მაგარია, მაგის გარეშე შედეგს ვერ მიიღებ. არ ვიცი, ეგეთი მაგარიც არ არის, რომ $150 მიმეცა. 3D პრინტერზე იგივეს დაბეჭდა $30. ეხლა უკვე თუ ვინმეს გენდომებათ, მოდი და გათხოვებთ და დაბეჭდეთ. კიდევ ასევე ჰაერის ფილტრი კაინდენი, რომელიც $100 დაჯდა და რომელიც არ არის სარბოლო, ის ძვირიანი, რომელიც უნდა იყოს, ეს არის ქალაქის, მაგრამ თავის საქმეს მაინც აკეთებს. და რაც მთავარია, ამ ყველაფერს დამატებული მექანიკოსის, ზურა გურაშვილის და ტუნერის გიორგი გელაშვილის თავდაუზოგავი შრომა, რამოდენიმე ღამის გათენება, რომელიც შეუფასებელია ალბათ და რომელთა ვალსაც ოდესმე იმედია გადავიხდი. დიდი მადლობა ბიჭებო, რომელიც რა თქმა უნდა არაფერი არ დამიჯდა. ხო, და ბოლოს საბურავები, რომელიც $2500 დაჯდა.
$2500 დაჭდა იმის გათვალისწინებით, რომ პიტ-სტოპმა თავის ფასში მოგვცა, ყოველთვის ვინ შეჯიბრზე გამოდის, სარბოლო საბურავებს თავის ფასში გვაძლევს და ძალიან იაფი გამოდის და ძალიან დიდი მადლობა პიტ-სტოპ მოტოს ამ ყველაფრისთვის. საბურავები დამიჯდა $2500, 3 წინა, 5 უკანა. თუ არ ვცდები, რაოდენობა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ $2500 დამიჯდა და ძლივს დავამთავრე სეზონი რა. ხო, ეს წვეთადი ნაწილები ძალიან ძვირია, ძალიან. ეხა მომავალ წელს სლიკებს დაამატებენ, სლიკი უფრო მალე წვდება. მე მგონი, ჯერ არ გვყენებია. ხო და მოგება ძვირი ჯდება რა. მოგება ჯდება ძალიან ძვირი. რამდენი გამოვიდა? ბევრი. ეხა დავითვლი და ვიდეოს მივაწერ მე რამდენი გამოვიდა. ეხლა რაც გამახსენდა, თორე რაც არ გამახსენდა, კიდე იმდენი ნიუანსია, რომ ძალიან ბევრი რა. გაუთვალისწინებელი ხარჯებია, ყველაზე მეტი რაღაცა პროექტს რო იწყებ, ან მოტოს ამზადებ, ან ნებისმიერ რაღაცას და ანგარიშობ, გაუთვალისწინებელი ხარჯები მინიმუმ 20% ემატება ხოლმე ყოველთვის რა, სულ ეგრეა. ხო და დიდი ალბათობით წელს 600-იანი კლასი აღარ იქნება. თუ იქნება მოყვარულებთან ერთად იქნება და 1000-ში გადავალ მეც 1000-იან კლასში გამოვალ და ძალიან საინტერესო იქნება. მე ვიყიდა სხვა მოტოციკლეტით. სანამ ჩამოვა, სანამ გავაკეთებ, კი მოვასწრებ, მაგრამ უკვე ხალხს ისეთი მოტოები ყავს, რომ ძალიან რთულია კონკურენციის გაწევა, ძალიან რთულია. ეს ევროპული მოდელები ბევრად წინ არიან. ტრეკზე ვიძახი. გამძლეობა და იმას არ უყურებ რა, ტრეკზე პერფორმანსში და წრის დროებში საუკეთესო არიან ყოველთვის ევროპული მოტოები. ხო და მე რაც ვიყიდე იაპონურია, რასაც გავწვდი. მაგრამ ნახოთ, ყველაფერი წინ არის.